მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. როგორც იცით, ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური საკითხი განათლების რეფორმაა, კერძოდ კი მისი ერთი ნაწილი, რომელიც უნივერსიტეტების შერწყმას ეხება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და TSU-ს გააერთიანებს ხელისუფლება, ასეთი ინიციატივა წამოაყენა ხელისუფლებამ. და ამას მოყვა პროტესტი როგორც ერთ უმაღლეს სასწავლებელში, ისე მეორეში. დღეს იყო შეხვედრა ჯაბა სამუშიასთან, TSU-ს რექტორთან და სწორედ ჩვენი სტუმრები იქნებიან ამ ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ნატო ქათამაძე, ტექნიკურ უნივერსიტეტის პროფესორი და თინათინ მაჭარაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში ქალბატონო, თქვენგან დავიწყებთ, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი, როგორც ჩვენთან იცოდე GPI. ხო? წარმოადგენთ ამ უნივერსიტეტს, იმიტომ რომ მე როგორც მივხვდი, ეს გაერთიანება ლამაზ სიტყვას კი იყენებს ხელისუფლება, მაგრამ რეალურად ტექნიკურ უნივერსიტეტის გაუქმება არის. ეს ანუ ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, მაგრამ სახელი იქნება TSU, ანუ ტექნიკური უნივერსიტეტი გაქრება. თქვენი რექტორი როგორც ხვდები, ხარს უჭერს ამბავს. ყოველ შემთხვევაში დახაც ისეთი კომენტარები კეთდება მისი მხრიდან, რომ დიდი წინააღმდეგობის გამწევი არა, ჯაბა სამუშიასთან დაკავშირებით რა ხდება, ჯერ არ ვიცით, ამას გავიგებთ ალბათ უახლოეს მომავალში. თქვენ რას გვეტყვით, ზოგადად რას ფიქრობთ ტექნიკურ უნივერსიტეტში, რას ფიქრობენ ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს როგორც ვიცი, აქციაც გქონდათ, ხო? დიახ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, რადიო მსმენელს. მინდა დავიწყო იქედან, რომ ჩვენი პატივისცემა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ჩვენ ვართ ორი ასწლოვანი უნივერსიტეტი და ბუნებრივია ვართ მეგობრები, გვიხარია ერთმანეთის წარმატება და თუ რამ ვიჭირს, რა თქმა უნდა, ვართ ერთმანეთის გვერდით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს ორი განსხვავებული იდენტობის მქონე უნივერსიტეტის შერწყმა. გამომდინარე იქედან, რომ ყოველთვის ჯავახიშვილის უნივერსიტეტი აღიქმებოდა ჰუმანიტარული მიმართულებით, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტი ტექნიკური კადრების სამჭედლო. თუმცა მე თქვენს დაიმატეთ ჰუმანიტარული ფაკულტეტები. რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს ახლა ჰუმანიტარული და სხვა სოციოლოგიაც და სხვა საგნებიც, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინც თქვენ ახსენეთ, რომ GPI ეს ძველი რაღაც თავისი აბრევიატურა მაინც შემოგჭა. მიუხედავად იმისა, რებრენდინგი განიცადა ჩვენმა უნივერსიტეტმა, გავხდით ტექნიკური უნივერსიტეტი, ძალიან ბევრი კარგი რამ შეიცვალა, მოხდა გაკეთდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ როდესაც ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს მნიშვნელობა არ აქვს, იღებს გადაწყვეტილებას, იღებს საუნივერსიტეტო საზოგადოების გვერდის ავლის, ის ყოველთვის განწირულია. ანუ თქვენ არავინ არაფერი არ გკითხავთ. ანუ წინასწარ არც განსხვავების კონსულტაციები, ანუ ჩვენ სავით ეთერიდან გაიგეთ ეს. დიახ, საქმე მაგაშია, რომ არათუ ჩვენ გავიგეთ ეს ეთერიდან, რექტორმაც კი წინა დღეს გაიგო. ანუ და მე მგონია, რომ მინისტრმაც გაიგო წინა დღეს და გეტყვი რატომაც ჩვენ 10 დღის წინ სანამ ამ ინფორმაციას მოგვეწვიდნენ, ქონდა 104 წლის იუბილე. ამ 104 წლის იუბილეზე ტექნიკურ უნივერსიტეტს დიახ, შეუსრულდა 104 წელი და მობრძანებული იყო მინისტრი, პარლამენტის დეპუტატები, გვაქეს, გვადიდეს, წარმატებები გვისურვეს, გვითხრეს როგორი კარგები ვართ და ასე შემდეგ და აღვიქვეს დახმარება მათ შორის. ეხლა თუ დახმარება გაუქმება იყო, ეს არ ვიცოდი. მეორე დღეს გაიგეს? და რამდენიმე დღის მერე ვიგებთ ამას, რასაც ვიგებთ. და ამიტომ მაგ ეჭვი, რომ მინისტრმაც არ იცოდა. ასე გადაწყვიტა. არ ვიცი, აი ნახეთ, ეხლა ჩვენი დელეგაცია ტექნიკურ უნივერსიტეტის წასულია სამინისტროში და ზუსტად ველოდებოდი კიდეც, მაგრამ მე ვერ მომისწრეს და არ ვიცი, ხდება განათლების მინისტრის მოადგილეს. მინისტრი საქართველოში არ იმყოფება და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა მოხდეს, როდესაც განათლებას ეხება და თან ამ ორი დედა და ესე ძლიერი უნივერსიტეტების შერწყმას და მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება, როდესაც არის აღშფოთებული და შენ არ შეხვდე ამ საზოგადოებას. ყველაზე მთავარი კიდე ის არის, თქვენ რა ბრძანეთ, უქმდება ტექნიკური უნივერსიტეტი. დიახ, უქმდება ტექნიკური უნივერსიტეტი და სწორად გააკეთეთ, მინიშნება რჩება ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
რატომ გააკეთეს ასე? ახლა რო არ უქმდებოდეს, მაშინ იქნება სადღაც ტექნიკური უნივერსიტეტის რაღაც ერთი სიტყვა მაინც რომ მოხდეს შერწყმა. მაგრამ აქ არის სულ სხვა გათვლა გაკეთებული. ჩვენ ვართ 100-წლოვანი უნივერსიტეტი, 104 წლის, 108 წლის უნივერსიტეტმა შიდა ბაზარზეც განათლების და საერთაშორისო განათლების ამ სივრცეში რომ დაიმკვიდრო სახელი როგორც ბრენდმა, ამას ჭირდება ათეული წლები. და ეხლა ეს შერწყმული უნივერსიტეტი ალბათ მეორე 100 წელი დაჭირდებოდა ვიღაცა სერიოზულად აღიქვა. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ისევე როგორც ტექნიკური უნივერსიტეტი არის უკვე ბრენდი და გარკვეულწილად არ შეუცვალეს ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, შეუცვალეს ტექნიკურ უნივერსიტეტს. უფრო მეცაც გეტყვით, ჩვენ გასულ წელს შემოვიდა ავტორიზაციის კომისია და ეხლა დეკემბრის თვეში მოგცეს 7 წლიანი ავტორიზაცია. ანუ 7 წელი გითხრეს რომ პრობლემა არ აქვს და ნუ კარგები ხარ და გააგრძელეთ საქმიანობა. ჩვენ პროფესორებმა 6 თვის წინ გავიარეთ კონკურსები, მოგვაწერინეს ხელი ხელშეკრულებაზე 4 წლით. მაშინ სადავართ ჩვენ? თუ მინისტრმა ეს ყველაფერი იცოდა და თუ ეს ყველაფერი მისთვის ნათელი იყო, მაშინ რატო არ გვითხრა და თუ არ იცოდა, მაშინ ისე ჩვენსავე ცუდ მდგომარეობაში ყოფილა და მაშინ მგონი ჩვენც მის დასაცავად წავიდეთ აქედან და მის დასაცავად გავმართოთ აქციები. ხო, ჯაბა სამუშია თუ არის დასაცავი, თინათინ მაჭარაშვილი არის როგორც გითხარით თესეულის პროფესორი. თქვენ რატო ხართ წინააღმდეგი? ნუ თქვენ უნივერსიტეტი არ უქმდება თესეულ, ხო? შემოუერთებენ ბერიკით კიდევ ერთ უნივერსიტეტს. კი, გვეუბნებიან გაძლიერდებით, ხო? გაძლიერდებით. აი მაგალითად მარიამ ლაშხმა თქვა ასეთი რამ, გაერთიანება იმსახურება იმას, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მოხდეს სოფლის უნივერსიტეტების სულ მცირე 500-ეულში და შემდგომ პერსპექტივაში 200-ეულშიც. ანუ რეიტინგი გაიზრდება. კი ბატონო და მექნება შეკითხვა თუ შეიძლება ჩვენ ორივე უნივერსიტეტი, როგორც ჩემმა კოლეგამ ახსენა, ეს ორი უნივერსიტეტი ქვეყანაში არის წამყვანი უნივერსიტეტი. ჩვენს გვყავს 22,000 სტუდენტი და თქვენთანაც 22,000 სტუდენტი. წარმოიდგინეთ, ჩვენ შიდა პრობლემები გვაქვს ძალიან ბევრი, იმიტომ რომ 22,000 სტუდენტის მართვა არც ისეთი მარტივია. ახლა ერთი ხელის მოსმით. კიდევ 22,000 რო დაგემატება. 44,000 რო იქნება და ამას კიდევ მიმღები სტუდენტთა რაოდენობა რომ დაემატება, მე ძალიან მაინტერესებს, როგორ უნდა შევძლოთ ასე მოუმზადებლებმა უცბად გაძლიერება და უფრო უკეთესი რეალობის შექმნა, ვიდრე ჩვენ ეს შევძელით მთელი აი ამ წლების განმავლობაში. ხო, ეგ საინტერესო კითხვა არის, მაგრამ ასევე საინტერესო არის ზოგადად როცა თქვენ ამბობთ, რომ აი 100-ლოვანი უნივერსიტეტი ვართ, თქვენც ასევე 100-ლოვანი უნივერსიტეტი ვართ და ძლიერი უნივერსიტეტი ვართ, კობახიძემ ცოტა ისე ირონიულად ისაუბრა ამ თემაზე, რომ ეხლა გახდა ყველა ოქსფორდი და კემბრიჯიო, ხო, როცა ჩვენ დავიწყეთ რეფორმას, ანუ ეგრე არ არისო, ეგრე არ უყურებენ, რომ რაღაცა ძლიერი უნივერსიტეტი ხართ, ან თქვენ, როგორც მივხვდით. ახლა ძალიან ანუ რეფორმა საჭიროა რა, ამაზე რატომ დავობთ? ჩვენ არ ვამბობთ, რომ რეფორმა არ უნდა მოხდეს. დიახ, ძალიან ბევრი პრობლემაა და რა თქმა უნდა, ეხლა ალბათ რომ დავიწყო პრობლემები ჩამოთვლა თქვენი საერთოდ რომ არ ეყოფა. ბევრია, იმიტომ რომ 100-წლოვანი უნივერსიტეტია, 22,000 სტუდენტი გვაქვს, 56 საბაკალავრო პროგრამა გვაქვს, 158 მთლიანად ჯამში სამაგისტრო, სადოქტორო, პლუს ამას ემატება პროფესიული პროგრამები. როგორ არ შეიძლება იყოს პრობლემა? არის პრობლემა, მაგრამ თუ პრობლემას ხედავ, დაგვეხმარე, მოგვეხმარე, ხელი შეგვიწყე, მაგრამ ნახეთ, მართვა ამარტივი და წეხან მინდოდა და ეხლა დავამატებ ქუთაისში 20 წლის წინ არსებობდა 3 ინსტიტუტი. ეს იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტი ნიკო მუსხელიშვილის სახელობის, იყო სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის ინსტიტუტი და იყო აკაკი წერეთლის პედაგოგიური ინსტიტუტი. 20 წლის წინ მაშინდელი ხელისუფლების მონდომებით მოხდა ჯერ პოლიტექნიკური ინსტიტუტის შეერთება აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ქუდის ქვეშ, შემდეგ სუბტროპიკული უნივერსიტეტის მიერთება. თქვენ ზუსტად ის რომ გაუმჯობესდებოდა სწავლის ხარისხი, ხელშეწყობა იქნებოდა, პროფესორ არ შემცირდებოდა, იქ კი არ ყვდებოდა საინჟინრო მიმართულებები, არამედ პირიქით აღორძინებას უწყობდნენ ხელს. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი საინჟინრო პროგრამა მოკვდა და დღეს რომელიც არის რაღაცა აი რომ არ მკვდარია და არ ცოცხალი 5-7 სტუდენტი ყავს. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. ბევრი მაგალითად ფიქრობს, რომ თქვენ უნივერსიტეტს იმიტომ აუქმებენ,
რომ ბიძიევანიშვილმა მეორე უნივერსიტეტი რო გახსნა ქუთაისში, იმასაც ხო ტექნიკური უნივერსიტეტი ქვია, რომ სწორედ იქ წავიდნენ მერე სტუდენტები. სიამოვნებაში ეს რაზეც თქვენ იდარდეთ, რომ 22000 კიდე დაგვემატება სტუდენტები, შეიძლება კი არ დაგემატოთ, პირიქით იქეთ გავუშვან, ანუ ეს მოხდა. ეს რამდენად შესაძლებელია? ნახეთ, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი და ერთი ფაკულტეტი, მაშინ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც უნდა გამოაცალოს 20 წლის წინ რომ ძალით მისცეს ის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და უნდა მისცენ აი საერთაშორისო უნივერსიტეტი. სხვათა შორის საინტერესო არის, რომ ადრე ერქვა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და იქ უნდა ყოფილიყო, დიახ, და იქ უნდა ყოფილიყო აუცილებლად ტექნიკური და ინფორმატიკა, ფიზიკა, მათემატიკა და აი ესეთი მიმართულებები. თუმცა შეეცვალა სახელი, ახლა არის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ახლა ყავს მედიკების, მენეჯმენტის მიმართულებას და ასე შემდეგ. ანუ თუ ჩვენთან, ანუ ტექნიკურ უნივერსიტეტში არ შეიძლება ვიყოს მრავალპროფილური, რატო შეიძლება იყოს ის უნივერსიტეტი მრავალპროფილური? ანუ აქედან დასკვნა, რომ შერჩევითი სამართალია და როდესაც რაღაცას ჩვენ არ უდგებით სამართლებრივად, აი მიტო ჩნდება ის კითხვის ნიშნები, ჭორმართალი ერთმანეთში არეულია. რაღაცა სწორია, რაღაცა არასწორია, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყველაზე მეტად დავზარალდით ჩვენ ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს ასწლოვანი ისტორია, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი კარგი. თუმცა ხალხშიც არის სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ ეხა გპ-ის მიმართ სულ იყო რაღაც ისეთი ხო ხვდებით, რომ აი ხარისხის სწავლის იქ არ იყო არასდროს კარგი და მაშინ არ მინდოდა ამ თემას შევხებოდი, მაგრამ შევეხები. ნინო წილოსანმა გააკეთა განცხადება, რომ გაუხარდებათ ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტებს, თუ კი ისინი დაამთავრებენ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და მის დიპლომი მიეცემო. მე ვიტყვი, რომ ნინო წილოსოს ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტურა აქვს დამთავრებული სატრანსპორტო მიმართულებით 2020 წელს. თუ ასე ეთაკილებოდა, რატო ჩააბრა ტექნიკურ უნივერსიტეტზე, რატო მიიღო ჩვენი დიპლომი? და არა მარტო მან, მას ვეკითხები, თუ სათაკელოა ტექნიკური, ჩვენ ვამაყობთ. გვიამაყება თითოეული პროფესორი აკანკალებული მოვიდნენ ამ წვიმაში, ქოლგების ქვეშ და საწყალი, აი ეს ასაკოვანი 87 წლის ბატონი. და იხსენებს იმას, როგორ რუდუნებით შენდებოდა და ყველაფერი კეთდებოდა. და დღეს ვიღაც დეპუტატი გამოდის, რომელიც გავლილი არ არის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ალბათ მივიდა პირველ კორპუსში, სადაც მისი სადოქტორო პროგრამა იყო. არ არის ეს სწორი, არ არის სწორი მიდგომა, იმიტომ რომ თუ ჩვენ განათლების სისტემას ასე დავანგრევ, ხვალზე ტექნოლოგიები არ გვეყოლება, ტექნიკის სპეციალისტები არ გვეყოლება და მაგლოგი კითხო, უკვე საძებარი გვეყოლება უცხოეთიდან სპეციალისტების შემოსავლა. შეხვედრა იყო ჯაბასამუშეშა. დღეს თქვენ უძვიძე არ შეგიშვეს, ხო? კი, დღეს იყო შეხვედრა, ასე უწოდეს არაოფიციალური შეხვედრა გახდათ აკადემიური საბჭოს წევრებთან და სენატის წარმომადგენლებთან, სადაც ზუსტად იგივე ინფორმაცია მივიღეთ მისგან, რომ თურმე მას არაფერი ცოდნია ამის შესახებ და არ ვიცოდიო და ისიც დასცინა, ნუ როგორც გითხრეს დამსწრე კოლეგებმა, რომ თურმე ჯერ გაუგია ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს სატელეფონო საუბრით და 9:30 საათის დაგვიანებით მას მიაწოდეს ეს ინფორმაცია. იცით რა არის, ანუ აი ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი ჩვენთვის დღეს ვისაც გვაქვს ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა, რომ აი ეს ასწლოვანი ტრადიცია გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას, ვიზრუნოთ მომავალი თაობის განათლებაზე. ჩვენთვის აი ყველაზე გულსატკენი არის ის, რომ დღეს ყველას დაავიწყდა, რომ ორი უნივერსიტეტის შეერთება ეს არის საგანმანათლებლო სივრცეში ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც არ შეიძლება რომ არ ეყრდნობოდეს მეცნიერულ კვლევას. წარმომიდგინონ ერთი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია რა იკვლიეს და რის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ოცნების მინისტრისგან ისიც გავიგეთ, რომ თურმე რექტორებთან კონსულტაციის შედეგად მიუღია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ რა ვიცი ახლა როგორც რექტორები ამბობენ, ჩვენ არაფერი არ ვიცითო და ახლა ტყუილმართალი ჩვენ ვეწებოთ ვინ არის აი ამ პროცესში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ესეთი ცვლილებები იგეგმება, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე,
ამას წინ უნდა უძღოდეს. ახლა ფინეთის მაგალითს თუ ავიღებთ, 2 წელი არის ყველაზე მცირე დრო, რაც სჭირდება ნებისმიერ ცვლილებას, რაც დაიგეგმება შემდგომ და რაც უნდა განხორციელდეს გაჩქარებული წესით ხდება ეს უკვე პარლამენტში შევიდა კანონი. კი ბატონო, და ამიტომაც ვამბობთ და სწორადაც ვაფასებთ, როცა ვამბობთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. მას არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია. აგერ ამ წუთას ჩემმა კოლეგამ ისაუბრა იმ პროცესებზე, რაც წინ უძღოდა ამ გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ გვეუბნება ნათლად და აშკარად, რომ ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება მხოლოდ და მხოლოდ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. და როდესაც გვეუბნებიან ესე ცინიზმით, ცინიკურად, რომ აი თურმე ჯავახიშვილი ყოფილა ჰარვარდი, ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი, ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი და ასე შემდეგ, არც საქართველოს არ არის დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. და არც ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელი და პრეზიდენტი არ არის მათი პრეზიდენტი და მთავრობის ხელმძღვანელი. არ შეიძლება ასე. ჩვენ ვითარდებით თანდათან. პრობლემა ყველგან გვაქვს და ამიტომ იმის ნაცვლად რომ პრობლემას გავუსწოროთ თვალი და პირიქით დავეხმაროთ დარგს გაძლიერებისკენ, ჩვენ კლავთ დარგს და მართლა დადგებად რომ ჩვენ ყველაზე საინტერესო არის რომ მე გარდა იმისა რომ ისინი ამბობენ რომ პირიქით გაძლიერებისთვის არ გაძლიერდება და გეტყვით ქუთაისის მაგალითი მეტი რა მოგიყვანოთ მოკვდა კადრები მაგრამ კიდევ სულ სხვა თემას მიუბრუნდები ახლა მე გარდა იმისა რომ ვკითხულობ ლექციებს უნივერსიტეტში ვარ კარიერული განვითარების სამსახურის მიმართულებით ხელმძღვანელი და გეტყვით რომ ძალიან დიდი მოთხოვნა არის გეოლოგებზე, გეოდეზისტებზე, ენერგეტიკებზე, მშენებლებზე დეფიციტურია უკვე ეს პროფესიები. ნაცვლად იმისა, რომ გაზარდო კოტა და პირიქით მეტი მიიღო, ჩვენ აკეთებ იმას, რომ ამცირებ. მოთხოვნადი სპეციალობებია. ვინ გააკეთა კვლევა, რომ საინჟინრო მიმართულებები არ ჭირდება დარგს? საიდან მოიტანეს? ერთ უნივერსიტეტში იქნება და ის მხოლოდ ის ფაკულტეტები გაუქმდება, როგორც რომელიც დუბლირება მოხდება. ანუ არა იურიდიული რა გეპეის, ნუ გაუქმდება ახლა. მაშინ იმას გეტყვით, რომ ეს იმდენად ხანგრძლივი პროცესია, იურიდიული ფაკულტეტი აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტს და აქვს თესეუს. ნახეთ, მათი პროგრამები არ არის ერთნაირი, არის სხვადასხვა, სილაბუსები სხვადასხვა. როგორ შეიძლება ამ ორი სილაბუსის მოყვანა ისე, რომ ჩვენ დაიწყო სექტემბრიდან ამის სწავლება, გამორიცხულია, არ არსებობს ეს. ხო, რაღაც დამატებები. კი, რომ ისევ თუ დავუბრუნდებით აი ამ აპელირებას, რომ გაძლიერდება იმ შემთხვევაში, თუ კი იარსებებს ძალიან დეტალურად გაწერილი გეგმა. წარმოადგინონ ეს გეგმა და მაშინ დავიჯერებთ, რომ მათი მიზანი ნამდვილად გაძლიერებაა, მაგრამ როდესაც უნივერსიტეტებს ასე ერთი ხელისმოსმით ეუბნები, რომ თქვენ ეხლა უნდა შეერწყათ ერთმანეთს და შესაბამისად აგერ ერთი უნივერსიტეტის სახელი საერთოდ უნდა გაქრეს, ხო? მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ არანაირი გაძლიერება ამას არ მოყვება და კონკრეტული მაგალითები ჩემმა კოლეგამ კი მოიყვანა უკვე, რაც თვალსაჩინოს ხდის კონცეფცია არის სტრატეგიები შეერთება. გამოგვიცხადეს, მორჩა გადავწყვიტეთ, ჩვენ გადავწყვიტეთო. ის კი არა რომ დავშათ ასე იყო საჭირო პირდაპირ გამოგვიცხადეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა მოხდეს ასე. ეხლა ეს ხო არ არის მისი ოჯახის თქვენ რო გელაპარაკოთ, მაინც ვერ დაგიჭახმებენ და მისი ოჯახის შეფესე ხომ არ არის რომ მე გადავწყვიტო ვინმეს ვაჩუქოთო საერთოდ გავაუქმო. ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფოს ჩვენია, თვითონ მიზანი რა არის თქვენი აზრით, რას ფიქრობთ? გააქვთ ამ მოსაზრება, რატო აკეთებენ? იცით რა, ყველაფერი იმდენად ბუნდოვანია, რომ მტკიცებით ფორმაში რაიმეზე საუბარი ძალიან რთულია. მაგრამ არსებობს რაღაცა წინაპირობები, თუ კი ჩვენ იმ წინაპირობებს გავითვალისწინებთ და ამაზე დავფიქრდებით, მიზანიც გამოიკვეთება. მე როგორც კი ეს ინფორმაცია გავიგე, მაშინვე გამახსენდა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც მან ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში იმედის ეთერში გააკეთა, სადაც თქვა ასეთი წინადადება, რომ უნივერსიტეტების კონსოლიდაციის ფარგლებშიო თესეუს შესაძლოა დარჩეს მხოლოდ ის კორპუსები, რომელიც საუნივერსიტეტო იდენტობის მატარებელია, შესაბამისად გულისხმობდა პირველ და მეორე კორპუსს და დანარჩენი ან სხვა უნივერსიტეტებს გადაეცემათ, ან კიდევ გახდება კომერციული ფართები. შენობების ინტერესია? აქედან გამომდინარე ნათლად იკვეთება, რომ ვინც მიიღო გადაწყვეტილება, მას სურს იმ მსხვილი აქტივების ხელში ჩაგდება,
რომელსაც ეს ორი უნივერსიტეტი ფლობს. ახლა მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ ახლახანს თქვენ მოგიხსენებათ ყველას, რომ თესეუს მე-7 კორპუსი გასხვისდა. ჩვენ მოვითხოვეთ. კი, სახელმწიფოს გადაეცა უკვე ეს მე-7 კორპუსი და ჩვენ მოვითხოვეთ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მივმართეთ წერილობით. და მოვითხოვეთ მისგან, როდესაც ეს დოკუმენტაცია რაც თესეუს საიტზე შევისწავლეთ, აღმოჩნდა რომ ეს ქონება რაც გადაეცა არ იყო შეფასებული, ანუ საბაზრო ღირებულება ამ ქონების რა არის, ეს არ იყო მოცემული დოკუმენტურად, არ იყო წარმოდგენილი და ვთხოვეთ რომ წარმოედგინე დოკუმენტურად და პასუხი იცით რა მომწერა, აი წამოღებულიც მაქვს. მოგწერა ასეთი რაღაც რომ სამხარაულის ბიუროს დასკვნა არ არსებობს ამის შესახებ, იმიტომ რომ საბალანსო ღირებულებით გადაეცა სახელმწიფოს და იცით რა არის საბალანსო ღირებულება? 100.043 ლარი. გვესაუბრებიან მიწის ნაკვეთზე 800 მეტр კვადრატზე, რომელიც არის ქეთევან-წამებულის გამზირზე. ავლაბარში, ანუ სადაც თურმე დღეს რომ დავინტერესდი, მითხრეს რომ მინიმუმ ფასი მიწის 1 კვადრატულის არის $500. ანუ რა რის წინაშე დავდექით, რომ 3 მილიონის ნაცვლად თესეუს ხელში დარჩა დოკუმენტზე ასახული 100.043 ლარი, რომლითაც თურმე ჩვენ და პლუს არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, საგარანტიო დოკუმენტი ხელშეკრულება, არსებობს უბრალოდ წერილი სამინისტროს მიერ მოწერილი, სადაც ის გვეუბნება, რომ სამომავლოდ აგვიშვენებს ჩვენ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს და სასწავლო დანიშნულების შენობას. კითხვა მაქვს, ანუ 100.043 ლარად როგორ უნდა აშენდეს ეს ყველაფერი? ხო, ну ალბათ ამატებენ ფულს, მაგრამ განსაკუთრებით კარგი შენობები აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ხო, აგერ სააკაზის მოედანზე, ქვემოთ ორივე უნივერსიტეტი სტრატეგიულად ძალიან კარგ უბნებშია. ფინანსურად შესაძლებელი არ არის გამორიცხული იყოს ამ შემთხვევაში იმ ბიზნეს ინტერესი, არც ამას არ გამოვრიცხავთ. შესაძლებელია ეს იყოს მათთვის არასასურველი კადრების გაშვებისკენ მიმართული, იმიტომ რომ ნახა განსხვავებული კადრებზე თქვენს რომ არავის არ გაუშვებთო ბატონო მე რა ვიცით რა არის მე იმდენჯერ ისმენია არ გავუშვებთ, ეხა ისევ დავუბრუნდები ქუთაის წინა ხელისუფლება ზუსტად მაგ დაპირებით მოვიდა, მაგრამ კარგად გაუშვა და არავის აღარ ჩააბარა შემდეგ ანგარიში რატო გაუშვა. ეს იმისთვის რომ ვიღაცას, აი უბრალოდ გვითხრეს 10.000 ლარი გექნებათ პროფესორს ხელფასი. მე რო 500 ლარი მაქვს. ხო, მე რო 500 ლარი მაქვს, ახლა ნახევარი შტატის პროფესორს ხელფასი, გამოდის უნდა გამიხარდეს, ხო 10.000 ლარი მექნება, მაგრამ ეს ხო არ იქნება რეალობა, მაგრამ ვიღაცას ხო შეერა ეს. ხო, მე როგორც ვიხდი, რაღაც თანამდებობაში მოაქვს წამყვანი პროფესორის, რომელიც ერთ ფაკულტეტზე ერთი წამყვანი პროფესორი იქნება, ეს კიდე ცალკე თემა არის და იმას ექნებათ ის 10.000 და დანარჩენი იქნებით მისი ასისტენტები ან რაღაცა ეგეთი მოდელი ახლა რასერჩის ამ პროფესურას, აი რას თვითონაც პროფესორია პრემიერი, ხო? და რასერჩის, აი რა პირიქით იმისთვის რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმ მიზერულ თანხად მადლობა გადაგვიხადოთ, პირიქით მადლობის ნაცვლად აკეთებენ იმას, რომ უბრალოდ გვაძულებენ ჩვენს პროფესიას და ვაფიქრებინებენ, რომ ჩავიქნიოთ ხელი და დავტოვოთ. აქ ლაპარაკი არ არის არც სტუდენტზე, არც პროფესორზე, არც შენობაზე, რატომაც არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი რომ აი თავის ადგილზე დავსვათ. თავარი ისტორია ჩვენმა მშობლებმა შექმნეს ეს უნივერსიტეტი, ბრენდია, ტექნიკური უნივერსიტეტი, ბრენდია ჯავახიშვილის უნივერსიტეტი. როგორ შეიძლება ეს ბრენდი ასე ხელახებით მოკლა? და ჩვენთვის ეს არის გაუგებარი, გაურკვეველი, ეს შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ორი მიზეზით, ან შეგნებულად და ეს რა იყო მიზეზი ამას რა თქმა უნდა ძალიან მალე გავიგებთ, ან შეუგნებლად, იმიტომ რომ არ იცის უნივერსიტეტების ფასი და თუ არ იციან, მოვიდნენ, ვაჩვენებთ, ჩვენ გვაქვს მსოფლიოში უნიკალური, რო არ არსებობს შახტა ლაბორატორია. არ არსებობს უნივერსიტეტთან არსებული აი ესეთი ლაბორატორია. კი, რა თქმა უნდა არსებობს სხვაგან, მაგრამ არა უნივერსიტეტში სასწავლო. თემ მსოფლიოში უნიკალური შახტა ლაბორატორია. როგორ შეიძლება გვითხრათ თქვენ არაფერი არ? როგორ შეიძლება ასე ხელაღები ჩვენი პროფესორები, რომლებიც დღეს გითხარით 87 წლის ბატონი აკანკალებული ამ სიცივეში ატირებული მოვიდა. როგორ შეიძლება ასე ხელაღები ჩარეცხო ყველა? ჩვენ ერთხელ ჩაგვრეცხა წინა ხელისუფლებამ და იგივენაირად ვირეცხებით? ესეც ჩარეცხოა. მე როგორც ვიცი, ახლა რექტორი
და ბევრი სხვა ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ ხელისუფლების მხარდამჭერი იყო, ხო? განცხადებაც ესეთი გამოქვეყნდა ბატონო ბიძინა გვიშვამდგომლეთ თქვენი მხარდამჭერები მოგმართავთო და ეს რა ფორმა იყო ჯერ ამაზე რო გითხრათ? იცით რა არის? მე პირადად ვიტყვი აქვე თქვენ ეთერში, რომ მაგაცხადებაზე ხელი არ მომიწერია, მაგრამ გეტყვით იმასაც, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გამოიყენა ყველა შესაძლებლობა იმისათვის იქნებ რომელიმე გზამ გაჭრას. ჩვენ ზოგი ქუჩაშია, ზოგი მოლაპარაკების მაგიდასთან ზოგმა წერილი გააგზავნა, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. შეიძლება ერთმა იმუშაოს, შეიძლება ყველამ ერთად იმუშაოს. ეხლა დრო არ არის იმის, რა უნდა გაკეთდეს, ეხლა არის დრო ყველამ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ, რომ თუმცა ბატონ ბიძინა არ გამოხმაურებია თავის მხარდამჭერებს ჯერჯერობით, როგორც ვიცი. ხო, მე არ ვიცი, როგორც გითხარით, მე არც ხელმომწერი ვიყავ და შესაბამისად არც პასუხს არავინ არ მაცნობებდა, ვერ გეტყვი, არ ვიცი, მაგრამ რთული ის არის, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვზივართ, ეხლა ეთერში არ უნდა ვიჯდეთ პროფესორები, ეხლა უნდა ვიჯდეთ აუდიტორიაში და უნდა ვესაუბრებოდეთ სტუდენტებს, მაგრამ ნუ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, აუქმებ, თან აუქმებ, როდის შუა სემესტრი, ეხლა გამოცდების პერიოდი მოდის და ძალიან რთულია, ძალიან ძნელია. აი, როგორ უნდა კონცენტრირდე ლექციის წაკითხვაზე, როცა არ იცი ხვალ რა იქნება. კი ბატონო, რომ შევაჯამოთ საბოლოო ჯამში, რას ფიქრობთ ამ განათლების რეფორმაზე, ანუ რისი მიღწევა უნდა ხელისუფლებას? მარტო გაერთიანებას არ გულისხმობ, გულისხმობ ზოგადად ეს რეფორმა რაც დადო კონცეფცია. კი ბატონო, ნუ ჩვენ ალბათ უფრო მეტად ვისაუბრებთ უმაღლესი განათლების კუთხით ამ რეფორმაზე და ვიტყვი, რომ პირველი რაც აი ამ რეფორმით იკვეთება, ჩემთვის პირველ რიგში ეს არის ხელყოფა ავტონომიურობის. იმიტომ რომ როდესაც გეუბნება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ერთი პროფესორი, წიგნიც მე უნდა გითხრა რითია სწავლო, ანუ მაშინ რიღასთვის ვარსებობთ ჩვენ, ხო? და აგერ ახლა ფაქტის წინაშე დავდექით, რომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ გაგაერთიანოთ. ანუ გავაუქმოთ ბრენდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შევაერთოთ და დავუტოვოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სახელწოდება. და ეს ჩვენ საქართველოს კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული. საქართველოს კონსტიტუციის 27 მუხლი ზუსტად ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობა. სხვა ყველა კანონი, იმიტომ რომ ახლა შეიძლება დამიწყოს შემოდავება, რომ აი ეს წესდება, ეს განათლების უმაღლესი განათლების შესახებ კანონის რომელიღაცა მუხლი ამას ითვალისწინებს. ჩემთვის უპირატესი გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ მე სპეციალისტი იურიდიულის მიმართულებით და სამართალმცოდნე არა ვარ, ჩემთვის როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის უპირატესი არის კონსტიტუცია და სხვა ყველა კანონი რაც არის მიღებული, უნდა ექვემდებარებოდეს და უნდა გამომდინარეობდეს კონსტიტუციიდან. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს კონცეფცია რაც წარმოგვიდგინეს პირდაპირ ეხება და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უნივერსიტეტების ავტონომიობას. სულ ერთი წუთი გვაქვს დარჩენილი. თქვენ რას ფიქრობთ ზოგადად ამ განათლების რეფორმაზე? მე ისევ და ისევ განმეორდები, რომ ნებისმიერ რეფორმა, რომელიც ტარდება, სადაც დარგის სპეციალისტები არ არიან ჩართულები, განწირულია კრახისთვის. გამორიცხულია ის განათლების მიმართულებით იქნება თუ სხვა სფეროში, თუ დარგის სპეციალისტმა არ თქვა იქ რა პრობლემაა და როგორ უნდა გადაიჭრას, გამორიცხულია რომ ის იყოს წარმატებული. ამიტომ მაინც იმეც ვიტოვებ, მაქვს მცირე ოპტიმიზმი, რომ იქნებ შეიცვალოს. თუმცა რაღაცა ბოლო პერიოდებში მე ისეთი დაბეჭდითები და გადაჭრის მესმის, რომ უკვე მივიღეთ და უკვე გადავწყვიტეთ, ალბათ რთული იქნება, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მიმაჩნია, რომ ჩვენ შევხედავთ, მე არ ვიცი ახლა ჩვენი პროფესორები რომ დაბრუნდნენ, რა მოიტანეს, რას გვეტყვიან, თუმცა ვფიქრობთ, რომ არ დავთმოთ, ვიბრძოლოთ, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგწონს ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ჩვენ მოგწონს, ვიყვარს ერთმანეთი, მეგობრობთ ერთმანეთთან, მაგრამ უნდა ვიყოთ ჩვენ მეგობრები და არა, ნუ ისე გავერთიანდეთ, რომ ვეღარ გავიგოთ თუ შეიძლება ერთად დავამატებ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ივანე ჯავახიშვილის იდეის გადარჩენისთვის. ივანე ჯავახიშვილი გახლდათ ის ადამიანი, რომელიც პირველ ხდომას, რომელიც ჩატარდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ესწრებოდა და შესაბამისად ამ ტექნიკურ უნივერსიტეტის შექმნის იდეა მისგანაც მომდინარეობდა. ამ მხარდამჭერების პოსტები, რომ აი ივანე ჯავახიშვილი ერთ უნივერსიტეტში შექმნა, მე კომუნისტებმა გაყვესო და ამიტომ შეიძლება უნდა გავაერთიანოთ. არა, ეს არის ზუსტად ისტორიის ცვლილების სურვილი. იცით რა, ვისაც ასეთი მცდარი ინფორმაცია აქვს, შეგვიძლია ლექციები ჩავუტაროთ. მოვიდეს ჩვენთან. ვიკიპედია
იმედია გახსნას და წაიკითხავს. გასწავლო. არა, მარტივად ყველასთვის შესაძლებელია რაღაცა მცდარი ინფორმაცია წაიკითხო და მოვიდენ, მე არ დავზარდები. მოვიდეს, წავიკითხო და თვითეული ჩემი კოლეგა, იმიტომ რომ იმდენად შეურაცხყოფილია ყველა, წარმოიდგინეთ დღეს როგორი ამინდი იყო. და როდესაც შევთავაზე ჩვენს კოლეგებს, პროფესორებს, რომ იქნებ სააქტო დარბაზში ავიდეთ და აი იქ ვისაუბრო და არა ჩვენ ოთახში ვიყავით და გამოვედით ქუჩაში და 80 და 85 წლის ყოფილი და აიხლანდელი პროფესორები ღია ცის ქვეშ ამ ზამთარში იდგნენ, იმიტომ რომ მათთვის ძვირფასია ის კედლები, ის უნივერსიტეტი, მისი ისტორია და მისი ტრადიცია. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ საუბრობდით განათლების რეფორმის ერთ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და TSU ერთიანდება და რომელსაც პროტესტი მოყვა ლექტორ-მასწავლებლებში. ნატო ქათამაძე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და თინათინ მაჭარაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყვნენ ჩვენი სტუმრები. მე გემშვიდობებით რამდენიმე წუთით შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვისაუბროთ, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო რთულდება საქართველოში გრანტების მოპოვება და საერთოდ დაფინანსების მოპოვება, რას ისახავს ეს ახალი ცვლილებები. მიზნად ამაზე ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ. დატო ქელბაქიანი იქნება ჩვენი სტუმარი. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემაში ვისაუბრებთ ახალ შეზღუდვებზე, რომელსაც ამის ყოველდღიურ რეჟიმში აწესებს ხელისუფლება. ერთი ეხება დაფინანსების მიღებას, მეორე ეხება აგერ ახალი ინიციატივა არის მეწარმეებთან დაკავშირებით. ხელისუფლების ინიციატივით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით კოდექსს ემატება ახალი მუხლი მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობის შესახებ. აღნიშნული მუხლის თანახმად მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 20,000 ლარის ოდენობით და აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 40,000 ლარი გახდება. ანუ ბიზნესმენი თუ პოლიტიკაში ჩაერევა, დაჯარიმდება. მე ასე გავიგე ხა ჩვენი სტუმარი უფრო გაგვიმარტავს. თუმცა ეს არ ეყოთ და დღეს ბატონი გორდულაძე, რომელიც არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, გამოვიდა ინიციატივით, რომ პირველ ჯერზე იყოს ჯარიმაო და მეორეზე პირდაპირ ციხე იყოსო. გავამკაცროთ კიდევ უფრო ჯერ არ მიღებული კანონი კიდევ უფრო გავამკაცროთ. მიზანია ის, რომ მეწარმე მის საქმე აკეთოს, რისთვისაც კონკრეტული იურიდიული პირია შექმნილი. შესაბამისად, დაკავდეთ ბიზნესი და იყოს მოგებაზე ორიენტირებული. ჩვენ ბიზნესის თავისუფლებაში არ ვერევით. პირიქით ვამაყობ და ცალსახად ვაცხადეთ, რომ ბიზნესის თავისუფლება ჩვენი გუნდის მონოპოლარიაო და ამათა ბატონმა გორდულაძემ. ტატო ქელბაქიანი არის ჩვენი სტუმარი, რომელიც ჩაგვერთვება სამწუხაროდ საცობების გამო სტუდიამდე ვერ მოაღწია. მივესალმებ მას, გამარჯობა ტატო. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისას და იქნებ გაგვიმარტოთ, აი ეს იმდენი ცვლილება დაახვალა ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ ჩვენი რადიო მსმენელები და ტელემაყურებლები ზარწმუნებული ვარ, ბოლომდე ვერ გაიყვნენ რა ხდება. ხო, ეხლა ეს რაღაც მეწარმეების თემაზე კიდევ ცალკე საკითხია და იქნება რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს, რა იცვლება ბოლოდროინდელი ცვლილებებით, რა ცვლილებები შემოდის. ერთილი, მოკლედ ეს ისეთ სახის ცვლილებებია, საერთოდ არის პირდაპირ მცდელობა, მოდი დავარქვათ თავის სახელი, რომ ფაქტობრივად პოლიტიკური აქტივობა და ნებისმიერი ტიპის, არა მარტო პოლიტიკური, აი სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურად შეიზღუდოს და ადამიანებს არ ქონდეს შესაძლებლობა, რომ რაიმე საკითხზე პოზიცია დააფიქსირონ. ეხლა მაგალითები ვთქვათ, აი ყველაზე მაგალითად ადამიანი, რომელიც მაგალითად სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, შეიძლება მაგალითად სტატუსებს წერს და აგრეტიგებს, მაგალითად მერიის პოლიტიკას, ხა მაგალითად საცობში რო ვერ მოხდი და მაგამდე ვერ მოვედი და ასე შემდეგ. ან მაგალითად მთავრობის გადაწყვეტილებებს ამ ფასებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. და თუ ამ ადამიანს რაიმე ტიპის გადმორიცხვა მაინც აქვს სხვა ქვეყნიდან და ეს შეიძლება იყოს მაგალითად საქართველოს მოქალაქის მხრიდანაც, მათ შორის ნათესავი დავარქვათ, ან მეგობარი. მე დღეს როგორც მოусმინე გორდულაძე ის ამბობდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ეგ არის ტყუილი, იმიტომ რომ უცხო ქვეყნის უცხოელად ფარას მიხედვით, ფარას კანონის მიხედვით ითვლება ნებისმიერი პირი, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივ ვადით იმყოფება საზღვარგარეთ. ამიტომ მათ შორის ამ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც იქ არიან ხანგრძლივ ვადით, რამე თანხას გადამოურიცხავს. ხო, ეხლა ჩვენ ხო ვიცით, რომ მთელი საქართველოს დიდი ნაწილი არის ზუსტად ამ ემიგრანტების მიერ გადამორიცხულ თანხებით არსებობს და ადამიანი, ვინც ესეთ თანხებს იღებს, ну, ჩვეულებრივ, ხო და ამას დამატებული უნდა რომ რაღაცა ტიპის
სოციალური ან სამოქალაქო აქტივობა გამოავლინოს, დაწეროს სტატუსი ამ პროაქციაზე გავიდეს. ან უბრალოდ ერთი სტატუსი გააპროტესტოს, რომ მაგალითად ფასადი ჩამოინგრა. ჩაუთვლიან, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური საქმიანობასთან დაკავშირებული რაღაც გავლენის მოხდენა და ამის გამო შეიძლება დაეკისროს სისხლსამართლის პასუხისმგებლობა 6 წლამდე. აი, ამაზე დიდი აბსურდი, გარდა იმისა, ახლა ჩვეულებრივი ორგანიზაციებიდან და იმიდან გადმორიცხვა, იქ არა აქვს მნიშვნელობა. ის თუ აპირებს პოლიტიკურად აქტიურობას, უნდა დაარეგისტრიროს ეს თავისი. არა მარტო პოლიტიკურად. გადმორიცხვები, ხო, როგორც მივხვდი. პოლიტიკური აქტივობა არ არის მარტო, აი, რას ჩაკითვლიან პოლიტიკური აქტივობა? ხო, ახლა მე მაგალითად ვარ სამოქალაქო აქტივისტი. მე არა ვარ, ხო, ახლა პოლიტიკოსი, მე ვარ აქტივისტი და ვაპროტესტებ ადამიანის უფლებების დარღვევებს. სახელმწიფო პოლიტიკა. ეს არის გამოხატვის თავისუფლება და როგორც საქართველოს მოქალაქე მაქვს უფლება გამოხატო ჩემი პოზიცია. ხო, რაღაც საკითხი შეიძლება არ მომეწონოს თავრობის გადაწყვეტილება, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, არ მომეწონოს მერიის პოლიტიკა, მაგალითად ავტობუსები როგორ მოძრაობენ და ამასთან დაკავშირებით და საცხოვრებელო იქნება და ამასთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატო. ეს შეუძლიათ. შეფასებითია ჩაკითხვა რომ როგორც პოლიტიკური აქტივობა და თქვა რომ და ეს დააკავშირონ მე გადმორიცხვას რომ შენ იღებ ამის მიბმა ამაზე საკმაოდ მარტივი იქნება და ამ თვალსაზრისით შერჩევითი მიდგომის ფართო საშუალება აქვს. ამიტომ ეს ახლა იმას კი არ ნიშნავს, ამის აღსრულება ახლა მე ცოტა წარმოუდგენლად მიმაჩნია, მაგრამ იმიტომ რომ ყველა ადამიანს, მაგრამ ამის მიზანი იქნება ის ადამიანები, ვინც უნდათ რომ მაგალითად გააჩუმონ და რაღაცნაირად დევნა დაიწყონ, ადვილად მტკიცებული, ანუ ფაქტობრივად დადასტურება და დასაბუთება ძალიან მარტივდება. აი ძალიან მარტივდება ყველაფერზე. ეხლა მეწარმეებზე გადავიდეთ, კიდე ეს საოცრება. ეხლა მაგალითად მეწარმე ესე იგი მისი საქმიანობა არ უნდა უკავშირდებოდეს რაღაცა პოლიტიკურ ანუ შეიძლება იყო მეწარმე, ჩვეულებრივ ადამიანია, ან მცირე მეწარმეები არიან, რა 65,000 და ასე შემდეგ და იმ ადამიანმა სამოქალაქო პოზიცია გამოხატა, ხო? თუნდაც პოლიტიკურ საკითხზე, თუნდაც სოციალურ საკითხზე. ამასაც ჩაუთვლენ პირველ ჯერზე 20,000 და მეორე ჯერზე უკვე არის სისხლსამართლის პასუხისმგებლობა. ეხლა ცვლილებები შეიძლება შეიტანონ, ეხლა დღეს ბიუროს სხდომაზე რო იყო. ეხლა კიდე მარტი მაგალითად დავიღოთ ტაქსის ძღოლი, ეხლა პატარა კომპანია ტაქსი, რომელიც ემსახურება იმას რა ქვია ადამიანებს და ვინმე პოლიტიკოს უნდა რაღაცა კამპანიის წარმოება და უნდა იქირაოს ეს ტაქსი. ეს ტაქსი რო გამოიძახოს და ამ ტაქსმა ეს ადამიანი რო ატაროს ამომრჩელებთან შეხვედრებზე, შეიძლება ამ ტაქსს შეუთავონ, რომ შეიძლება სამეწარმეო საქმიანობას პოლიტიკურ მიზნებს ახმარ და პასუხისმგებლობა დააკისრონ ამ ადამიანს. ჯერ თავი დავანებოთ ამას, იქ როცა ამბობენ რომ უცხოეთიდან ასე ვთქვათ გადმორიცხვებთან დაკავშირებით აქვთ ასეთი ლოგიკა, რომ აი უცხოეთი არ უნდა ერეოდნენ ჩვენს პოლიტიკაში და თუ ვიღაცა შენ უცხოეთიდან ფულს გაძლევს, ესე იგი შენ შეიძლება მის ინტერესს ემსახურებოდე უცხოელის და ამიტომ მაშინ პოლიტიკას არ უნდა აკეთებდე. ნუ აქ ამ ლოგიკას ერთი მხრივ ვისაუბროთ, მაგრამ რაღაც ლოგიკა შეიძლება აქ არსებობდეს. მე რომელიც ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ბუნებრივია, მაგრამ აქ რას ამბობენ მეწარმეებთან დაკავშირებით ვერ მივხვდი, ხო? ანუ მეწარმეს რატო არა აქვს უფლება ის საქართველოს მოქალაქე ხო არის? საქართველოში ცხოვრობს, საქართველოში აწარმოებს ბიზნესს და მას არ აქვს უფლება პოლიტიკაზე აზრი გამოთქვას, ან პოლიტიკური პარტია დააფინანსოს ბოლო-ბოლო, ხო? ეხლა ეს არის მცდელობა ჩვეულებრივ, რომ ეს ადამიანების დიდი ჯგუფი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა სექტორშია, სხვადასხვა საქმიანობას, ამათ შეუზღუდონ უფლება გამოხატონ საჯაროდ პოზიცია, სამოქალაქო პოზიცია თუ პოლიტიკურ საკითხებზე პოზიცია. ფაქტობრივად, იმიტომ რა ხა, იმდენად ფართოვდება ეს წრე, ვისაც შეიძლება ეს მოარგო ეს კანონი და რა, იმიტომ ან მცირე მეწარმეა, ან უბრალოდ აი ხა ადამიანების დიდი ნაწილი, ეხლა რო წარმოვიდგინოთ, რამდენი ადამიანია საქართველოში, ვინც შემოსავალს არსებობს გადმორიცხვებით ნათესავების მეგობრების და რამდენი და დავამატო რამდენი ადამიანი, რომელსაც მცირე და საშუალო მეწარმეა. ანუ ეს შეიძლება იყოს უზარმაზარი ნაწილი საქართველოს მოსახლეობის და რომელთაც უზარმაზარი პოლიტიკაში ჩარევა. ამ ხიდან შეიძლება იმ ხალხს მიუდგე, ჩვეულებრივ ადამიანებს, ვინც იღებს გადმორიცხვას, იქიდან შეიძლება მიუდგე და ეს არ არის ახლა როგორც უნდა ფოთავდნენ მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციები მცირე ნაწილია და რა თქმა უნდა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეუქმნის პრობლემას, მაგრამ ეს შეუქმნის პრობლემას ყველა მოქალაქეს, ვინც გადაწყვეტს რომ საჯაროდ ამ რეჟიმის წინააღმდეგ რაღაცა განაცხადოს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამ კანონის ისე არის ინტერპრეტირებული, რომ შერჩევითი მიდგომის შესაძლებლობას აძლევს. ანუ საიდანაც უნდა მარტივად ვთქვა, კუციქიან მოაბავენ რა. ამიტომ ეს არ ვიცი ხა
ამის ანალოგები არის მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, დანარჩენი არის უკვე შეფუთვა და ზღაპრები, რომ თითქოს რაღაც იმას ემსახურება, არაფერს არ ემსახურება. ეგა ის რას ემსახურება, მაგალითად კიდე ცალკე რაღაც ინიციატივა რო აქვს, რომ თუ სამოქალაქო ორგანიზაციაში მუშაობდეთ, რაიმე დაფინანსება მიგიღია გასული წლების განმავლობაში, პოლიტიკური საქმიანობა ეკძალება. იდეაში გამოდის, რომ იმას, რა ქვია, პაპუაშვილსაც და რა ქვია, ყობახიძესაც პოლიტიკური საქმიანობა ეკძალება იმათვე დაანონსებული კანონით. იმიტომ რომ შემოსავალს იღებდნენ ესე ასე ვთქვათ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ანუ ფაქტობრივად რომ აი პოლიტიკური აქტივობას რომ გადააწყვეტოს იმ ხალხს ეგეც იქნება. ანუ ფაქტობრივად ეს არის აბსოლუტური დიქტატურის დამყარების ცდელობა, რომ არ არსებობდეს მხოლოდ ერთი პარტია და დაანჩენი თუ ვინმე იქნება, ეს იქნება ეგრეთ წოდებული სისტემური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არანაირი პოლიტიკური პარტიები არ არის. ამის გამოცდილება ჩვენ ვიცით ხო რუსეთში, მაგალითად როგორიც არის იყო ეს ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატიული ხა ეს პარტია კიდე არსებობს კომუნისტური პარტია, რომელიც არანაირი ოპოზიცია არ არის, ქმნის რაღაცა ფონს, ვითომ ოპოზიციაა, თავისი მოხაზული აქვს თავისი პატარა ტერიტორია, სადაც შეუძლია ამათმა ძოვონ და აი ამით შეიძლება შექმნან რაღაცა დანარჩენი არანაირი პოლიტიკური აქტორები იქნება თუ სამოქალაქო აქტივისტები თუ ნებისმიერ ადამიანი ანუ ამ კანონით გამოდის რომ ბიზნესი პოლიტიკურ პარტიასაც ვერ დააფინანსებს მაშინ 20-ას როგორ შესწირავ? ვერანაირად. რა ხო, მაგრამ 20-ას ხო აი ხა კოკაკოლას რომ მოგდეს, კოკაკოლას ვერ დაუდებს იქ და კოკაკოლა რო დაუდებს. ხო, მაგრამ ეხა ყოველი არჩევნების წინ ბიზნესმენები 20-ას წირავენ ფულს და ესეც აღარ მოხდება. ესეც არის ამოცანა, ხო? როგორც ესეც არის ამოცანა, როგორც ხვილ ბიზნესთან მიმართებაში, ხო, რომ ვერ გაბედონ დაფინანსება და მათ შორის ჩვენ ხო ვიცით პატარ-პატარა მცირე საწარმოებია, მცირე მეწარმეებიც არიან ბევრი, რომლებიც ხარს უჭერენ, არიან ამ სამოქალაქო სოციალური ტიპის საწარმოებიც არის, რაღაცა ტიპის აქტივებს უნდა რომ ხარი დაუჭიროს მაგალითად რაღაც სამოქალაქო ინიციატივებს ასე შემდეგ. ნებისმიერ მათ შორის ადამიანის მსვლელობაზე გამოდის. ის ადამიანი თუ მოდის დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად და აქ რაღაცა პატარა მინი-მარკეტი სადღაც მოუწევს დაფიქრება რომ ეს ამ მინი-მარკეტის მინაიდან ფლობს შეიძლება იქ რო აქციას გამოვიდეს 20,000 ლარი დააჯარიმონ და მეორეჯერ ციხეში გავუცნო. ანუ იმდენად აბსურდამდე მივიდა რომ გამოდის საქართველოს მოქალაქის მიმართ უბრალოდ საჯარო პოზიცია თუ ვიღაცა მოვიდა ადამიანი ასე ამ რეჟიმის წარმომადგენელი ჩაგრავს, რამეს ართმევს, ან უკანონობას აქვს ადგილი, ან რაღაცა ამაზე ხმა არ უნდა მოიღო, ამოიღებ თორე მოგაბავენ პოლიტიკური მიზნით იკეთებო, აქვე იყენებო ამ განცხადებებს და მეწარმე ხარ არ გაგუფლება და მორჩი, ანუ ამათ იმაზე რა ქვია, წყალობაზე იქნები დამოკიდებული მომავალში რამეს შეძლებ თუ არა, რომ რაღაცა დევნა არ დაიწყოს. მე ცოტა სხვა რამე კითხე, ტატო, ანუ ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად 99% არჩევნების წინ ფულს წირავს ქართულ ოცნებას. და ამ კანონით თუ ვეღარ შესწირავს, საკუთარ ფულს ხო არ მოიკლებენ, ანუ თუ ამაზე არ ვცელდება. არა, როგორ არ ვცელდება, წესით მაგაზე ვცელდება, მაგრამ ოფიციალური შეწირულობის გარდა ამათი შემოსავლის ძირითადი წყარო არის ასე ვთქვათ, შავი ფული, რომელიც უფრო ძირითადი მკვლევავია. არა, ოფიციალური შემოწირულობის ნაწილში ხო, მაგრამ მაგაზეც გავცელდება ჩვეულებრივ, იმიტომ რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ უნდა მიაბა ეს ყველაფერი და მოკლედ არ ვიცი, რაღაც აბსურდამდე მიიყვანეს. ანუ ეხა იმდენად აქვს სურვილი ამ ადამიანებს, რომ ფაქტობრივად ნებისმიერი სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობა შეზღუდონ, რომ არ ვიცი რა, იგონებენ ახალ-ახალს და მე მგონი ბოლომდე თუ გააზრებული რა შედეგები შეიძლება მოიტანოს, ალბათ აქვთ, მაგრამ მე ცოტა მეეჭვება სიმართლე გითხრათ ამის ეფექტური აღსრულება, იმიტომ რომ რაღაცა აბსურდამდე არის დასული. უბრალოდ უფრო მეტად იქნება შერჩევითი მიდგომა და დანარჩენი აქვს გათვლა, მე ვფიქრობ უფრო ამ სუსხავ ეფექტზე. რომ სხვა ადამიანები აქ საბოლოო ჯამში მივიღეთ სიტუაცია რომ ადრე რომ ამბობდნენ რომ იცი რა კი შეიძლება ყველას მოარგო ეს კანონი მაგრამ არ გავრცელდება ყველაზე ხო იცით ეხლა ემიგრანტებზე მე მგონი კობახიძემ თქვა ხო წინა დღეს რომ ემიგრანტებზე არ გავრცელდება და ნუ ატყუებთ ხალხს ოპოზიციას და შემდეგ ანუ ამას ვაკეთებთ იმისთვის რომ აი NGO სექტორმა გადაწყვიტა კანონებს გვერდი აუაროს იქ რაღაც ესტონეთში დარეგისტრირდნენ და ასე ამის მეშვეობით ფულს იღებენ და ეს რო არ გააკეთონ ამისთვის კეთდება დღეს აღმოჩნდა რომ მეწარმეებს ვისაც თუ რამე პატარა ბიზნესი აქვს, ყველას უზღუდავენ პოლიტიკურ აქტიურობას. ეს ეხა ამას ეს არის, როდესაც უნდა თქომე რამე შეფუთო და რაღაცის გადაიტყვებიან, ამას ესენი გააკეთებენ, ანუ ფაქტობრივად ეს არის პირდაპირ ქმნიან იმისთვის, რომ ის ადამიანები,
ვინც მათთვის იქნება მიუღებელი სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობის კუთხით, ეს არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსი იქნება, აქტივისტი იქნება, არასამთავრობო სექტორი თუ ასე შემდეგ. იმ ადამიანების მიმართ მარტივდება სისამართლებრივი დევნა და შერჩევითი მიდგომა. და მათ შორის და პლუს ამას დამატებული ადამიანებიც ხო ხედავენ კიდე ცალკე ის ეფექტი იმას მსუსხავ ეფექტს რასაც ვიდახრო ადამიანების დაშინებას ისახავს მიზნად რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოხატოს თუ არა საჯაროდ პოზიცია დაფიქრდება რომ შეიძლება ეს თუმცა აი მე კიდევ ერთხელ მე მგონია რომ ნებისმიერ კანონს სჭირდება აღსრულება აქ არის ამ კანონს აქვს ძალიან ბუნდოვანებები აი არაგანჭვრეტადია ბევრი რაღაცა ანუ ფაქტობრივად რა შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ საქმიანობად? ეს არის იმდენად შეფასებითი. ეხლა რო გამოხატა შეუძლია დაარქვან პოლიტიკურ საქმიანობა, შეიძლება არ დაარქვან პოლიტიკურ საქმიანობა, თუ მაგალითად გამოვდივარ მე და ვაკრიტიკებ რაღაცა მერის გადაწყვეტილებას და რაღაცა იმას, მაგალითად საყოფად რაღაცა ზის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. შეიძლება ჩაკითხო რომ პოლიტიკურია, იმიტომ რომ აკრიტიკებ პოლიტიკურ თანამდებობისთვის. აი, ეს იმდენად ფართო და ბუნდოვანება არის ყველაზე, იმიტომ რომ თარაში ტაქსისტებს უყვართ ხოლმე პოლიტიკაზე საუბარი და ხელისუფლების კრიტიკა. ტაქსისტების თუ მეწარმეებად ჩაითვლებიან შესაბამისად მათაც შეიძლება პასუხი მოეთხოვოთ, ხო ამისგან. ტაქსისტი ვერ წაიყვანს საარჩევნო, რო აი დაიქირავოს, ახლა მივდივარ ამომრჩევას უნდა შევხვდე. წაიყვანოს მაგალითად კანდიდატი რო ხდება ამომრჩეველს ტაქსით. იმ ტაქსი შეიძლება ჩაუთვალონ რომ შენ ახლა აი ამ პოლიტიკური მასში ხარ ჩართული, იმიტომ რომ აი იმას ემსახურები. ანუ რაღაც აბსოლუტურ სიგიჟემდე გავიდა ეს ყველაფერი და ამიტომ საკუთარ მოკლაებს მინდა მიმართო კარგად უნდა დაფიქრე, იმიტომ რომ ყველაზე მცდარი არის ის რომ აი ადამიანების უმეტესობა, როდესაც ეს რეპრესიული კანონმდებლობა დაიწყო, ესეთ რაღაცას აკეთებდა, ესეთ რაღაცა, ანუ ჯერ მე არ მეხება, ეს მე არ მეხება, ამ ნორმებში ადამიანებმა დაიწყეს ზებნა რაღაცა გამოსავლების, რომ რაღაცა თავი გადაეზღვიათ და თავს იტყუებდა უდიდესი ნაწილი, რომ მას არ შეეხებოდა და მეგობრებო, ეს როგორ ვიწროვდება, ხო ამჩნევთ რა, ყველას შეეხება. და მივა იმ წერტილამდე უბრალოდ ხმის უფლები ამოღების უფლება არ გექნებათ. არაფერზე. ერთადერთი შანსი იქნება რომ ამ რეჟიმის წარმომადგენლებიდან იყოთ კარგად დალაგებული რომ რამე მოაგვაროთ, თორე ღიად გამოხატული პოზიცია და იცით რა ფასად და ასე და ღიად გამოხატული პოზიციის გამო შეიძლება ყველა დაისაჯოს. ეს არის კლასიკური ტოტალიტარული სისტემის შემოყალიბების ცდელობა. მეტი რა იყო საბჭოთა კავშირი და მეტი რა არის ეხლა რომ გადახედოთ ან რუსეთი და ან ბელარუსი, სხვა ყველაფერი არ არის. აქეთკენ მიეკაჩებიან თუ სამოქალაქო ძლიერი წინააღმდეგობა არ იქნება ამასთან დაკავშირებით და ზუსტად სამოქალაქო წინააღმდეგობაა მთავარი და ზუსტად აი ამ ყოველკვირეული სრულობების შეჩერება უნდათ, ყოველდღიური აქციების გაჩერებაც უნდათ, რომ აი ამასაც დაარტყან და ყველაფერს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის წინააღმდეგობა და წინააღმდეგობა, სხვა არაფერი. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ტატო ქელბაქიანი სამოქალაქო აქტივისტი გვერდთვებოდა, ჩვენ ვსაუბრობდით ახალ შეზღუდვებზე, რომელსაც აწესებს ქართული ოცნება. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ 7:30-ზე შევხვდებით ერთმანეთს.